ცხოვრების დრო არის დასვენების, მაგრამ მაინც საინტერესოა რახან ცვლილებები არის შესაბამისი კანონპროექტები შემოვიდა თუ არა პარლამენტში. გამარჯობათ, მოგესალმებით, გაბატონო დიანა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე ვფიქრობ, რომ სექტემბერში, როგორც იცით, პირველი კვირას იხსნება საშემოდგომო სესია საქართველოს პარლამენტში და საშემოდგომო სესიაზე გამოიტანენ ამ დაანონსებულ, ასე ვთქვათ, ცვლილებებს. თუმცა, რაც შეეხება შეფასებას, როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეხლა რო გითხრათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და სახელმწიფოებრივად გამართლებული ან კიდე საქმის მხრივ იდეალური გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩვენ შევაფასოთ ორ ნაწილად. ერთი მივიცეთ მას პოლიტიკური შეფასება, მეორე მივიცეთ უშუალოდ კონკრეტულად საქმის მხრივ შეფასება და არც ერთის მხრივ და არც მეორის მხრივ ეს არანაირ მოწონებას არ იმსახურებს. არ იმსახურებს, იმიტომ რომ პირველ რიგში, როდესაც ქმნი კობახიძე ამბობს, რომ რეგიონები არის ჩვენთვის პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მთავრობის სტრუქტურაში შეგვაქვს ცვლილება და ვქმნით სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მაშინ, როდესაც უკვე გააქვს რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც სამინისტრო თავისი ფუნქციურად სტატუსის მხრივ, პასუხისმგებლობის მხრივ ბევრად უფრო მაღლა დგას და მეტი შესაძლებლობის მქონე უწყებაა, ვიდრე შენ გინდა რომ შექმნა მთავრობის კანცელარიაში, ხო? აქვე თავიდანვე ცხადია და ჩანს და ნათელია, რომ ეს სახელმწიფოებრივად მიღებული გადაწყვეტილება არ არის. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და ის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საკითხებში იყო, რაღაცნაირად გააკეთეს, რომ ვითომ 4 თვეში იმდენად ეფექტიანად იმუშავა, რომ კოორდინაცია აღარ არის საჭირო, ხო წარმოგიდგენიათ თქვენ რა დასაბუთებაა, ხო? ამიტომ ქვია რეგიონალურ სამინისტროს, რეალურად გაუუქმეს მამუკა მდინარაძეს ის ძალოვნების ნაწილში კოორდინაციის გენერალ კოორდინატორის ფუნქცია და სტატუსი, რაც ჰქონდა და გადმოყავთ ახლა რეგიონების კოორდინატორად. ეს არის რეალური სიმართლე და რეალური მოცემულობა. გააქვთ მოლოდინი, რომ მივა ბოლომდე ეს პროცესი, მდინარაძე დაასრულებინებს ამ სამინისტროს ფუნქციონირებას და დაბრუნდება კანცელარიაში ახალი სტატუსით. ანუ ბოლომდე მივა თუ არა ის, რასაც ილაპარაკა კობახიძემ რამდენიმე დღის წინ. მოლოდინი არ მაქვს, არაფერს არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, რომელიც ახლა დაანონსეს, ერთი თვეა რეალურად დარჩენილი საშემოდგომო სესიის დაწყებამდე. ანუ ერთი თვეც კი არ გააჩერეს მამუკა მდინარაძე იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც აქამდე იყო. ანუ პარლამენტის შვებულებაში იყო, საერთოდ საჩქარო არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. საერთოდ არ იყო საჩქარო, ამიტომ სასწრაფოდ გაანთავისუფლეს იმ თანამდებობიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, რომელიც სამინისტროც უნდა გააუქმონ და თეორიულად სექტემბერში უნდა შექმნან ახალი რეგიონალური კოორდინაციის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სამინისტროც არ იქნება. ხო და დანარჩენი ახლა თქვენ თვითონ განსაჯეს და საზოგადოებამ განსაჯეს, ლოგიკაში საერთოდ ვერანაირი შესაბამისი გადაწყვეტილება არ იყო დროში საჩქარო, იმიტომ რომ პარლამენტი ისვენებდა, ის სამინისტროს ყავდა თავისი პირველი პირი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად იყო საჩქარო ცათქმელი ალბათ, რომ ის ძალოვნების კოორდინატორი აღარ იყო. ანუ როგორც ჩანს, ვიღაცისთვის იყო ეს გზავნილი უფრო ვიდრე დიახ, გეთანხმებით. ისევე როგორც წელიწად ნახევრის წინ რეგიონები და ინფრასტრუქტურა იცით, რომ ერთ უწყებაში იყო თავმოყრილი და რეგიონები გამოყვეს ცალკე, გამოიტანეს ერთი ადამიანის გამო, ეს იყო გრიგორ ლილუაშვილი. მას შეუქმნეს, ხომ ეთანხმებით ეს სამინისტრო, უბრალოდ გრიგორ ლილუაშვილი არ დათანხმდა ამ მინისტრობას თუ ვეღარ არ დასცალდა, დაიჭირეს. დღესაც რაღაც დაახლოებით იგივე მოცემულობაა, მე არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე სექტემბერში უпростоრეთ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ეს რეგიონული განვითარების სამინისტროც გააუქმონ და არც კიდე ახალი რეგიონებთან კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი შექმნან რა. არც ეგ არის გამორიცხული, რომ ეს სიურპრიზი გაუკეთო მდინარაძემ თავისმა საკუთარმა გუნდმა.
ფიქრობთ, რომ დინარაძეს ვთქვათ ეხლა დაღმავალი პერიოდი აქვს და ეს შეიძლება გავრცელდეს ასევე კობახიძეზე. ბუნებრივია, ქალბატონო დიანა, იქიდან გამომდინარე, რომ დინარაძე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. 6 წლიანი ლეგიტიმაცია ჰქონდა მას მიცემული საქართველოს პარლამენტის მიერ. 6 წლიანი. 8 თვეში დაასრულა მან ამ თანამდებობაზე მუშაობა. 8 თვეში. 3 თვეში დაასრულა. შემდეგ 4 კოორდინატორობა. თვეში გადმოიყვანეს ვითომ რომ სუსში ძალიან წარმატებულად იმუშავაო და შექმნეს ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და 4 თვეში იქ დაასრულა ეს კარიერა. 4 თვეში. გამიგეთ და ეხლა გადმოყავთ უკვე რეგიონების კოორდინატორად. თან სახელმწიფო მინისტრად კი არა, რომელიც არსებობს უკვე სამინისტრო, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელიც ბევრად უფრო ფუნქციურად, სტატუსურად ძლიერია და მაღლა დგას. იმას აუქმებენ და სახელმწიფო მინისტრად ნიშნავენ. აი კობახიძეს რო ეთქვა, რომ რეგიონები ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ აი ამ უწყებას, რომელიც უკვე მთავრობის სტრუქტურაში არსებობს, ვაძლიერებთ, დაფინანსებას უზრდით, პასუხისმგებლობას უზრდით, სტატუსს უზრდით, მეტ ფუნქციებს ვძენთ და აი დინარაძე მაგიტო გადაგვყავს იქ აუქმებენ იმ რაღაცა შეიძლება და დაეჯერებინა საზოგადოებას, მაგრამ საერთოდ აუქმებენ. სამინისტროს აუქმებენ და ვის უნდა გაუწიოს კოორდინაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის მოადგილედ და რომლის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი ხდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, ანუ ესეც საინტერესოა. ის გაუწევს ალბათ თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციებთან ექნება კოორდინაციის ფუნქცია. ერთ-ერთი ვერსიით თითქოს საარჩევნოდ რეგიონებზე გავლენისთვის გააკეთეს, მაგრამ თქვენ პესიმიზმს გავიზიარებ, რომ შეიძლება ეს სტრუქტურული ცვლილებები რეალობაში არც მოხდეს ისე, როგორც იქნა დაანონსებული. ნებისმიერი კუთხით საქმის გულისხმობ მე, თუნდაც საარჩევნო მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტრო ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა მთავრობას და პრემიერ-მინისტრს რეგიონების კუთხით საქმეების გაკეთების მხრივად და პოლიტიკურად საარჩევნო კუთხითაც. რომ ბევრად უფრო წარმატებულად და ეფექტიანად გამოიყენებინა, ვიდრე ეს რაღაც არაფრის მთქმელი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ გაიცანით თუ არა კობახიძის სტატუსს პრემიერის გუშინ გამოქვეყნებულ, სადაც ის აგვისტოს დღეებში რუსოფობიაზე და წინა და ამ მთავრობის და ზოგადად საზოგადოების განწყობებზე რუსეთთან მიმართ ადარებდა ერთმანეთს. აი რა აზრი დაგრჩათ, რისი თქმა სურდა კობახიძეს, მაგრამ ასევე მომისმენია მოსაზრება, რომ თითქოს რაღაცის წინასიტყვაობა ეს, რისი წინასიტყვაობა შეიძლება იყოს. მე შთაბეჭდილება დავრჩა ისეთი, რომ როგორც სხვა თემებთან მიმართებაში აქამდე ქართულ ოცნებას ესეთი ის დანერგა, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომ მაგალითად საკუთარი კორუმპირებულობა რო გადაფაროს, საუბრობს ხვის კორუმპირებულობაზე. საკუთარი არაკომპეტენტურობა რო გადაფაროს, საუბრობს ხვის არაკომპეტენტურობაზე. 14 წელია ხელისუფლებაში არიან და ისევ ედრებიან გავლილ 9 წელიწადს და ერთხელ უთხარით კიდევაც ჩვენ რომ მაშინ შევარდნაძის პერიოდს და ეპოქას შეედარეთ, რომ მაშინ ბევრად უფრო წარმატებულები გამოჩნდებით იმასთან მიმართებაში. ესაც იგივეა. იმიტომ რომ როდესაც პრორუსულობაზე და რუსეთუმეობაზე საუბრობს კობახიძე და ეს ქართული ოცნება და ხელისუფლება, პირველ რიგში თვითონ აქვს ასახსნელი ის თუ რას ნიშნავს ის დანაშაულებრივი დუმილი, რომელიც დუმილიც მათ ამჯობინეს ისტორიულ სამაჩაბლოს ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციას პროცესი დაწყებული აქვს, რომ მიერთოს და გადაიფორმოს რეალურად სამაჩაბლოს ტერიტორია. პირველად თვითონ აქვს ასახსნელი, რას ნიშნავს ის, როდესაც საუბრობ რუსეთუმეობაზე და ამ დროს შენ როგორც პირველი პირი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ ახარ. რას ნიშნავს? კამერების გარეშეო. კამერების გარეშე იყო საოკუპაციო ხაზთან მისული თურმე და თემურლენგის საფლავთან პრესით და კამერებით იყო ჩასული და აქ ლოგიკა არ არის რა. რას ნიშნავს, როდესაც ერთი საპროტესტო რეზოლუცია არ გააკეთეს და ჩვენი გუნდი იყო ინიციატორი, როდესაც პარლამენტში შევედით ინიციატივით, რომ
ხმამაღლა ეთქვა პარლამენტს თავისი სიტყვა დეპუტატებთან ერთად, მაგრამ ჩააგდეს ეს რეზოლუცია და მხარი არ დაუჭირეს. ეს არის მათი პრაგმატული პოლიტიკა. რას ნიშნავს ის, როდესაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ანწუხელიძეს, შეურაცხყოფას აყენებენ იმ გმირებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში დაიღუპნენ და აგერ 18 წელიწადი სრულდება უკვე. რას ნიშნავს, როდესაც რუსეთი ყოჩამჩირეში სამხედრო ბაზას აშენებს, რომელმაც სამხედრო ფლოტი უნდა შეიქმნას იქ და სამხედრო გემები უნდა მიიღოს და არა ხმას არ იღებენ. არანაირ რეაგირებას არ აკეთებს არც მთავრობა, არც საქართველოს პარლამენტი, არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. რას ნიშნავს, როდესაც ჩორჩანაზე სისხლის სამართლის გაყალბებული ბრალდებებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, იმ ბრალდებით რომ დანაშაული იყო თურმე რომ ცოცხალი ოკუპაციისგან დაეცვა სოფელი ჩორჩანა და საგუშაგო ჩაედგა, რისთვისაც ქართულ ოცნებას საოკუპაციო რეჟიმმა მადლობა გადაუხადა და 10 დღის წინ ერგნეთში შეხვედრა რო იყო, ხო? პირდაპირ განაცხადეს, რომ მივესალმებით ხელისუფლების გონიერებას და რაც შეიძლება დროულად გაიტანთ სოფელ ჩორჩანადან ამ საგუშაგოსო და შემოუერთდებაო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებსო. აი ამაზე პასუხისგება მოუწევთ ხალხის და კანონის წინაშე. აი ეს არის რეალურად დანაშაული. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. შალვა კერესელიძე, პარტია გაღრიეს საქართველოსთვის ფრაქციის, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო.